აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში კი ევროკავშირისა და ნატოს საინფორმაციო კუთხეები გაიხსნა. ეს ღონისძიება ევროპული კვირეულის ფარგლებში გაიმართა. ასევე მოეწყო საგანმანათლებლო პროექტის პრეზენტაციაც სახელწოდებით ადამიანის უფლებები შესახებ ღონისძიება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ასევე სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი დაესწრნენ. ძირითად მიზანს წარმოადგენს საინფორმაციო კუთხის გახსნა, რაც საშუალებას მისცემს ჩვენ სტუდენტებს, ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების, ნატოში, ევროკავშირის მისიებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ. ეს კონფერენცია ამას ემსახურება და მე ვფიქრობ ერთობლივად ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენმა ახალგაზრდები ჩართული იყვნენ ამ პროცესში და იცოდნენ თუ საით მიდის ქვეყანა და რა სარგებელს მოუტანს იგი ჩვენ ქვეყანას.